მოგესალმებით კინგსელებო. ჩვენ კვლავაც ვხვდებით ერთმანეთს. ამჯერად უკვე 2014 წლის შემოდგომის სეზონზე. წარმოგიდგენთ კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადის ტესტების ნიმუშებს. მოდით განვიხილოთ მეოთხე კლასის ტესტი. ტესტის ჩაბური ქულა 100. ტესტი შედგება 4 სავარჯიშოსა და 1 ბონუს საკითხისგან. პირველ სავარჯიშოში მოცემულია ილუსტრაციები. მოსწავლემ უნდა არჩიოს სურათის შესაბამისი მოქმედების აღნიშნული სიტყვა. Match the words with the pictures. What are they doing? A. Dancing. B. Sleeping. C. Eating. ეს სავარჯიშო არის 30 ქულიანი და შედგება 10 საკითხისგან. მეორე სავარჯიშოში მოწყდება მართლწერის წოდნა. მონაწილემ ჩამოთვლილთაგან უნდა შეარჩიოს სწორად დაწერილი სიტყვა. Which word is correct? A, B or C? მაგალითად, მოცემულია სახლი A house, B an house, C a house. ეს სავარჯიშო 20 ქულიანია და მასში 10 საკითხია. მესამე სავარჯიშოში მოსწავლემ უნდა არჩიოს ქართული სიტყვების სწორი ინგლისური თარგმანი. Find the correct translation. მაგალითად, მოცემულია 2 ბიჭი A 2 boys, B 3 girls, C to go. ეს სავარჯიშო არის 30 ქულიანი და შედგება 10 საკითხისგან. მეოთხე სავარჯიშო წინადადებების შევსებას ეხება. Choose the word A, B or C that best completes the sentences. მაგალითად, მოცემულია the bird singing. A is, B are, C B. ეს სავარჯიშო 20 ქულიანია და 10 საკითხისგან შედგება. ტესტს თან ახლავს ბონუს სავარჯიშო, რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს მოიპოვონ ბონუს ქულები. სავარჯიშო შედგება 5 საკითხისგან და არტიკლების სწორად გამოყენებას ეხება. თითოეული საკითხი 3 ქულიანია. ამრიგად, მონაწილეებს ბონუს სავარჯიშოს მეშვეობით შეუძლიათ მიიღონ მაქსიმალური ქულა. კინგსი გისურვებ წარმატებას.